არაჩვეულებრივ წყვილთან ერთად აჩიკო ნიშარაძე, ნუცა ქირია გვესტუმრნენ. არ გაგიკვირდებათ ხომ სიყვარულის დღეა? მოგესალმებით 14 თებერვალი ზოგადად ნახე, როდესაც თქვენ გიყურებთ, ეს მგონია, რომ ყოველი დღე თქვენთვის სიყვარულის დღეა. რა კარგი. თუ ასე ფიქრობთ, არა, ესეთი ემოცია მოდის ნამდვილად და ნუ რაც შეეხება დღევანდელ დღეს ზოგადად ძალიან კარგი თუ ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები, ძველგაზრდებიც ასე ვთქვათ, ეს უკვე მე და მიშას გვეხება აღნიშნა. თუმცა ამ თემაზე ვსაუბრობ და იცით რა მგონია, რომ რაც უფრო მეტად და ხშირად ვისაუბრებთ სიყვარულზე, ხო, მით უკეთესი იქნება. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე წყვილები, შეიძლება ესე ვთქვათ და ძალიან გვსიამოვნებს რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ და შესანიშნავი დუეტი გაქვთ და ვფიქრობ რომ ცხოვრებაშიც არაჩვეულებრივი თანაწყობა და აი ურთიერთგაგება სხვანაირად არც გამოვიდა. ნახე მიშა, იმდენად ლამაზი წყვილია რომ მე და შეგვიძლია ხა დავსვათ და ვისაუბროთ ამ წყვილზე და დრო გარდეს. მე დაჭიკო ამასობაში გავწევთ და აღარ ნახეთ ძალიან სასიამოვნო და თქვენნაირი ადამიანებისგან ამ ყველაფრის ლამაზი წყვილის სცენაზე უნიჭიერესი წყვილი, მაგრამ არაჩვეულებრივი წყვილი ცხოვრებაში. ხო, მე მაინტერესებს აჩიკო, მოდით. როგორც ბებია ჩემი ხო კოჭებში ეტყობა, თორე გასდებოდი. დავიწყოთ რა ვიცი, თუ გნებავთ თქვენ და იწყეთ თუ გნებავთ თქვენ. ეს არაჩვეულებრივი ტანდემის სცენაზე ცხოვრებიდან გამომდინარე შედგა? გაიწყე შენ. ალბათ. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგადად მე როგორც პროფესიონალი მომღერალი ასე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ ვარ პროფესიონალი ამ სფეროში, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ბავშვობიდან მაქვს რაღაც გამოცდილება სასიმღერო ამ ბავში, მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს. დუეტ პარტნიორს და დუეტი ასე კი მშვენივრად გამოიყურება, როდესაც უყურებთ წყვილს, რომელიც მღერის, მაგრამ ყველა დუეტზე ვერ იტყვი, რომ ეს დუეტი შედგა. კი, გეთანხმებით ყოფილია და ის შემღერებული, ანუ ამას კიდე რაღაც სხვა კომპონენტები სჭირდება, რომელიც ვერ შექმნით თუ ხელოვნურად რთულია. ალბათ არ ძალიან დიდი გამოცდილება, ერთად უნდა მოდიოდეთ, თელი ცხოვრება მღეროდეთ, რომ იცოდე მისი ყოველი ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა, გრძნობდე ძალიან კარგად და ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ჩვენ დაგვეხმარა ის, რომ ვართ ერთად, ანუ თანაცხოვრება, სიყვარული, ოჯახი და მოკლედ ეს ყველაფერი. და ის დიდი დრო ერთად ანუ და სიმღერაც და პარალელურად მოდიოდა. არ ერთად არ იყავ. ნუსასკოლაში ორივე იყავით, მაგრამ სხვადასხვა დროს. სანამ ნუსასკოლას გავიხსენებთ ამ პერიოდს, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, თქვენი სიყვარულის ისტორია იქიდან იწყება. თუ არ ვცდებით, თქვენ ისაუბრებთ, აი ეს რაც თქვენ აღნიშნეთ, ნუცა, ეს არის სიყვარული და ეს სიყვარული იგრძნობა სცენაზე. ძალიან კარგია, როდესაც ქალის და კაცის დუეტია სცენაზე და ისინი შეყვარებულები არიან თან. როგორც მსმენელი და მაყურებელი გეუბნებით, რომ ეს იგრძნობა და ძალიან სასიამოვნო ნამდვილია იცით დავიწყოთ თქვენი სიყვარულის ისტორია. რაღაცა ხარვეზი იყო ზოგადად რაღაცა ამას უკვე ეს მეორე პლანზეა, როდესაც არის ძალიან დიდი მადლობა აჩიკო. სიყვარულის ისტორია რა თქმა უნდა, პირველი ჩვენი შეხვედრა სიმღერით მოხდა სრულიად შემთხვევით და მოკლედ გოგიდოლიძის ფესტივალი ტარდებოდა, სადაც უნდა გამოსულიყავი და მემღერა. და ნუ შემოგთავაზეს რომ უნდა ყოფილიყო დუეტი და ჩვენმა პედაგოგმა სადაც ერთად დავდიოდით ანუ ერთ პედაგოგთან ერთად ხო ერთ პედაგოგთან სხვადასხვა დროს არ ვიცნობთ ერთ ხო და ნუ მარიკა მიცოდა ჩემი თქვა ხმა და შესაძლებლობა და ეძებდა რომ ესეთი შესაძლებლობა ხო ხმა ეპოვნა და მოკლედ თუ ერთი კარგი გოგო მყავსო და უნდა გაგაცნო და იქნება დუეტი გამოვიდესო და მოკლედ ერთი დღე იყო, როცა მივედი და დამხვდა ნუცა იქ. და ის პირველი სიმღერა, რომელიც ჩვენ ნუ რეპეტიცია დავიწყეთ რა მაშინ იყო ჯანო კახიძის გოგო ნატრა მათქმევინი და ეს თვითონ ის სიტყვებიც ისეთია რა ამ სიმღერაში და მოკლედ რო დავინახე ხომ მომეწონა თავიდან ხა პირველივე დანახვაზე ხომ მეც რაღაც ისეთი აფორიებები შევარდი ამან რამდენი წლის იყავით მე
3 ხო? რო გავიცანი ხო? ნუცა უმცროსია. 7 წელი პატარა. 16 წლის რო ყავი. 16 იყო, ნუცა რო გავიცანი და მაშინაც ესეთი მაღალი გოგო იყო და რაღაც. ეს პატარა ბავშვით არის. ლამაზი მაღალი ნიჭიერი კარგად უღერის. ნუ ისე არ იყო, რომ 16 წლის ბავშვი ეხლა რო გასაგებია კი ბატონო. მოკლედ რაღაცა მარიკას მეთქი რა კაი გოგო ყოფილა მეთქი. სხვათა შორის იმ დღეს იმ რეპეტიციაზე როდესაც პირველად შევხვდი ჩემი პირველი რეაქცია იყო ისეთი რომ აჩიკოზე მქონდა წარმოდგენა რომ იყო ძალიან თავშეკავებული 7 იმიტომ რომ ნუ ესეთი იმიჯი აქვს სცენაზე ისე სიმღერებს ასრულებს ძალიან მოკრძალებულია და რეალურად ცხოვრებაში არის ძალიან აქტიური ძალიან მოუსვენარი ადამიანი და გამიკვირდა, რო შემოვიდა უკვე და იქ დაატრიალა ქარიშხალი ფურცლების ენერგია ძალიან დიდი ენერგია და დამთავრებული არ მქონდა რეპეტიცია, მე წაგიყვან სახლშიო შემომთავაზა. აი იმ წუთას გავიცან. აი მე წაგიყვან სახლში, შესაძლოა ნუ ახლა პოპულარული ბიჭი, ასე შემდეგ, აჩიკო ნიჟარა. მომარ არ წამაყვაინა თავი. აი ნახე, მაინც 16 წლის გოგო, გასაგებია ის ალბათ გესიამოვნებოდა. ანუ იქ გოგოები იყვნენ, ჩემი მეგობრები არიან ეხაც ისინი და ერთად იყვნენ იქ და მოკლედ მე წაგიყვან ყველას ესე, ნუ პირდაპირ პირდაპირ და ნუ ისე იყო რომ მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც ეს არ წამოვიდა. ხო და ასე რომ ვინც გინდოდათ რომ წაგეყვანათ ის ჩემ მეგობრები ბევრი იყვნენ გოგოები იქ და ნუ მოკლედ იმ მომენტში არ გამოვიდა მაგრამ ძალიან მალე დაიწყო ეს მე აი იმ კონცერტისგან მე უკვე რაღაცა ისე განვითარდა ოპერაში იყო ხო ოპერაში იყო უკვე რამოდენიმე კვირაში კონცერტი და ну იქ უკვე რაღაცა ჩემი გზნობები რაღაც აჩიკო და ზოგადად ხო დიდი გზნობა უტყვია უთქმელო და ну როგორც ვიცი მამაკაცებს ძალიან უჭირთ როდესაც მართლა შეყვარებულები არიან ну ამის აღიარება ამის თქმა ისე მართალია და აი ეს ნუცა რო პატარა იყო ხო არ დაგეხმარათ ეს უფრო ადვილი ხო არ იყო დავშოთ იმიტომ რომ ვიცი რომ მალე დაიწყო ეს თქვენი სასწავლო მალე დაიწყო მაგრამ მე ძალიან დიდი ხანი გაიწელა იმიტომ რომ ეხა სკოლა უნდა დაემთავრებინა, მოკლედ იქ მე ჩაებარები მე ისე და მეთქი ეხა ეს სალამეს დაამთავრებს. და ხო შეიძლება კიდე უსასრულოდ გაეგზელებინა. ხო დავამთავრე კიდეც და მე დაამთავრე ხო, მაგრამ ნუ კიდე ხო იყო იქ მაგისტრატურები მთელი ამბავი მეთქი ეხა თავი დამანები. მოდი ჯერ წამოდი და მე ნუცა რა იყო ეს პირველი რომელიც აი კი გასაგებია ენერგიით შემოვიდა და ნუ ყველას ყურადღება მოიპოვა თუმცა აი ეს პირველი განცდა აი რამ გაგზნობინათ რომ ეს ადამიანი თქვენია პირველ რიგში ხო აი ძალიან რთული კითხვა მაგრამ პირველ რიგში იყო იმ მომენტში აი როდესაც ვახსენე რომ ეს უფრო დაბნეულობა გამოიწვია ჩემი ვერ მივხვდი ანუ ის კითხეთ რომ ალბათ სასიამოვნო იყო არც სასიამოვნო იყო არ უბრალოდ დაბნეული ვერ მივხვდი აი აბსოლუტურად მოულოდნელი შემხვდა სიტუაცია და ну შემდეგ უკვე ინტერესი გამიჩნდა ამ ადამიანის მიმართ იმიტომ რომ ძალიან ყურადღებიანი იყო თან იმ პერიოდში ნუ ალბათ შეიძლება მეც პატარა ვიყავი ასე ისიც მოქმედებდა რომ რაღაცა ცნობილი მღერო და კი და ჩვენს ოჯახშიც ძალიან თაყვანისმცემლები ვარ ყველა ქართული სიმღერის და უსმენდით და მოგწონდა მახსოვს რომ აი ჯეოსტარი იყო თუ ნუცა სკოლა აი მთელი ოჯახი უყურებდით მე მაშინ უფრო პატარა ვიყავი ვიდრე რომ გავიცანი მაგრამ ნუ აი ძალიან გულშემატკივრობდით ბებია ჩემი დილით რეკავდა ხოლმე რომ ერთი არაჩვეულებრივი ბიჭია ნუცა სკოლაში გაიღვიძეთ და უყურეთ და დაურეკეთ ისე ჩემს ირგვლივ ყველა თქვენ გულშემატკივრობდათ როგორც მომღერალს ძალიან პატივს ვსემდი და ამ ყველაფერმა ერთად საინტერესო და ისეთ აი როგორც კონკრეტულ ერთ თვისებას ან ერთ რაღაცას ვერ გამოვყოფ რამ გამოიწვია ჩემი მაგრამ აი დაბნეულობა ახსენეთ და მე მგონი მაინც ესე როდესაც ქალი იბნევა მამაკაცთან ურთიერთობისას ეს არის პირველი სიგნალი ქალისთვის ის რომ მე მგონი რაღაცა ხდება და ნუ აი ამის თქმა მინდოდა რომ ნუ ხო ამ ხელა ქალი ვარ 55 წლის არ მავალ ჩემ ასაკს და რა თქმა უნდა გამოცდილება ძალიან დიდი მადლობა და აი ნახეთ ისიც ვიცით ბევრგან გისაუბრიათ რომ ოჯახებისგან არანაირი წინააღმდეგობა პირიქით ხო ნუ ჩვენი ოჯახის წევრები ესე ვთქვათ მარტო ხარის დაჭერაზე არ არის უბრალოდ იქ ბიძა და ისი ხო რაღაცა კავშირის არსებობდა მეგობრები ხო მე
არანაირი შეხება არ მქონია ეს. ჩვენ არ ვიცოდით. დანარჩენები დეიდები. ნუ ქალაქიდან. მოკლედ ქალაქიდან ერთმანეთს იცოდნენ და რო გავაიგეს ახლა ორივე მხარემ ის არ იყო რა ესეთი რაღაც დაძაბული სიტუაცია და ცნებთ გარკვეული იყო ყველაფერი და ვიცოდნენ აჩიკოს შესახებაც ჩემს შესახებაც ეს ქონა რაღაც შევხვდი ამის ბაბუას რა ჯიმ მიქელაძეს და მოდი ერთი პატარა ბიჭი ჩემთან მეძახის და ბაბუა ჩემთან მეგობრობდა თან ანუ ეხა ძალიან საპატიცემო და ესე რა თქმა უნდა რომ დამიძახა მივედ გამარჯობათ მოგესალმე და მართალიაო? ანუ არაფერი არ თქვენ სხვა, აი მართალია? ნუ რა უნდა გამოვაბარო გენერალ კაცს? მართალია, კი ბატონო, მართალია. ხო და გაუფრთხილდი ახლა ჩემ გოგოსო. გაუფრთხილდი. საქმელი გითხრათ. ორ წამში ჩამოვარდე და გამოვიარეთ, ორი? უკვე ცოტა ისე ვიყო, ხერ ხულად რო. მარტივად, ხო და აი ქალაგა ისე მითხრა რა. ნახეთ 15 წელი ერთად ხართ ხო? ხო არ ვწდები 15 წელი, ანუ ეს უკმარი ვარ. მეუღლეზე 15 წელი. ორი შვილი ყავთ. 5-20 ანუ უკვე ეს არ არის ცოტა დრო. არა, ცოტა ნახეთ. ანუ როგორც აღნიშნე ისტორია ძალიან ლამაზად დაიწყო. თქვენი სიყვარულის ისტორია ლამაზად გრძელდება და ეხა თქვენი პასუხიც მინდა აჩიკო და ნუცა თქვენც რო გვითხრათ. როგორ უფრთხილდებით ამ სიყვარულს? რამდენად მნიშვნელოვანია რომ სიყვარულს გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს ძალიან ბევრი ოჯახები, რომ აი ლამაზად დაიწყო და მე კი, ერთია როდესაც ეს ფლუიდები და ერთმანეთის შეყვარებულობა, მიზიდულობა და რაღაცა გარკვეულწილად ილუზიაც არის რაღაცა ბევრი, მაგრამ როდესაც ამ ილუზიაში შემოდის ყოფა, ყოველთვის ისე, მაგრამ აი მართლა ნინო სწორედ თქვა ჩვენ ხშირად ვამბობ, გაფრთხილება უნდა ყველაფერს, სიყვარულს გაფრთხილება უნდა, მოვლა უნდა და ზრუნვა უნდა შეიძლება ეთქვას. თქვენი სიმღერებით ეფერებით თქვენ სიყვარულს. კი, თვალებში არ ეთქობა დუეტში დამატებული ის არის რომ თავიდანვე რაღაც გააზრებულად უნდა შექმნა რა ოჯახი, იმიტომ რომ ქმნი ოჯახს უნდა იცოდე რომ ქალმაც კაცმაც უნდა იცოდეს რომ იქ ძალიან ბევრი კედელი შეხვდებათ, რომელიც თავით გატანაც მოუწევთ ხანდახან. შეიძლება ზოგჯერ იოლათაც მოუვარო, მაგრამ ის ჭირილ ხინი ყველაფერი ერთად უნდა გაიზიარო, იმიტომ რომ რაღაცა პატარა პრობლემებმა არ უნდა აქიოს უკან რა და შენც უნდა დათმოი, მანაც უნდა დათმოს და ეს თუ არ არის და სამხრივად არის, მაშინ რა თქმა უნდა მოგივა კონფლიქტი. ეხლა ეს ეხლა როგორ შეიძლება რომ ან კამათი არ მოგიდეს ან რაღაცა თემაზე არის. დედაშვილი კამათობს და ეხლა რა. თან თქვენ აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის ადამიანები შეიძლება ითქვას. ანუ აი თქვენ ბრძანეთ რომ ფეთქები თქვენ უფრო დინჯი და კიდე ორი ბიჭი ყავს, ისინი მოკლედ ცოტა კი ვაწუხებთ მეზობლებს, მაგრამ სხვადასხვა ბატონი მიხეილ საგარელის შეგხვდა დილით და ვისაუბრეთ აი რაღაცნაირად თავსებადობაზე რა და იმდენად გამოხატულია თქვა აჩიკოს ზოდიაქო დღეს აი ამ თემებს განვიხილავდი და ჩემი ხასიათი ეს ერთი ვარსკვლავები ამბობენ რომ ჩვენ წესით ერთად ვერ უნდა ვიყოთ. მე ვერძიო. აჩიკო ვერძიო. მე ქალწული და წესით და რიგით მოკლედ ერთმანეთს ვერ უგებს ეს ორი ნიშანიო ასე მითხრა ბატონმა მიხეილმა, მაგრამ ნუ სიყვარულია ისეთი ნუმეროლოგიაც მოკლედ კიდე ბევრი ფაქტორია რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ უნდა გინდოდეს, უნდა გიღირდეს იმ ადამიანთან ყოფნა და ძალიან ბევრ მე ესეთ წვრილმას, ძალიან ბევრ დაბრკოლებას თუ ყველაფერს მე რაღაცნაირად ყველაფერი უნიშნელო ხდება რა. ბედნიერება, როცა ყოველდღე ნამდვილ შენს მეორე ნახევარს. ძალიან დიდი ბედნიერება, მაგრამ ამ ბედნიერებას მოვლა და გაფრთხილება უნდა და თქვენ ხართ თავის მაგალითი. აბსოლუტურად გეთანხმებით, აი როგორც ქალი, როდესაც გიყვარს შენი მეორე ნახევარი, ნუ ცხოვრება არ არის სულ იავარდებით მოფენილი, ხო? აი იმ წინააღმდეგობას, იმ რაღაც პრობლემებს, ყოფას, ყველაფერს გადალახავ და როდესაც ალბათ არ გიყვარს ადამიანი იმასთან ერთად, რა თქმა უნდა, პატარა რაღაცაც საკმარისია. ხო და აი სიყვარული მართლა არის საოცარი ძალა რა და აი არიან ახლა ადამიანები არ ვიცი თქვენ შეგხვედრიათ თუ არა ამბობენ რომ რა სიყვარული არ არსებობს. მე ყოველთვის ვეუბნები მათ რომ თუ თქვენ ეს ჯერ არ განგიცდიათ იმიტომ ამბობთ ამას, იმიტომ რომ გადახედეთ ლიტერატურას, გავანებოთ სოფლიო ლიტერატურას. 3 წელი გრძელდება, 5 წელი გრძელდება, 7-ია. ხო? ნუ ისეთი დააწერინა ამ დიდებულ ადამიანებს ამ გრძნობამ, რომ როგორ შეიძლება, ხო? დაწერო თუ არ იგრძენი, ხო? რომ როგორ შეიძლება ეს გრძნობა არ არსებობს და თავიდან არის მაჭარი.
ამეთანხმებით. ეხლა მამაკაცის პასუხი მაინტერესებს. მე ნელ-ნელა ხვინდება. სიმღერაც არსებობს. კი ბატონო და აი რა ვიცი, უფრო ტკბილია მე რაც დრო გადის. ნუ თავდაუნებათ აღელვა და ასე შემდეგ დუღილის პერიოდია. თავში მგონია რომ ბევრი რაღაცები ხდება რა, იქ დადებითიც, უარყოფითიც იქ პრობლემაც, მაგრამ მე ნუ ნელ-ნელა რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გადალახვის მომენტში ხდები რომ უფრო და უფრო მეტი პატივისცემა მოდის რა ერთმანეთის და მე შვილები გაერთიანებს და ასე რომ ეხა შვილები რაც გაჩნდნენ ხო შეიცვალა საერთოდ ჩვენი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება ხო ქონდა ესეთი მაგრამ წარმოიდგინეთ უკვე შვილი რო გაერთიანებს ერთი მეორე სულ სხვანაირი ხდება რა მე კიდე ზოგჯერ არის ხოლმე რომ ეჭვიანობენ აი ეს უნდა მეკითხა აი ხეშუაში რომ ეგ ხარ ისეთი ის არის არა მეტყვი ყურადღება უფრო თავიდან დედის ახლა მithumetes როცა ჩვილია ბავშვი იქ შვილზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი დრო იხარჯება და უნდა დაიხარჯოს კიდევაც და ის სიყვარულიც როგორ არის ხო მარტო რო ვარ სხვა არის და მე უკვე შვილებისთვის იხარჯები შენც ესეც და უფრო დიდი დრო იმათკენ გადადის, მაგრამ ამას თავისი ხიბლი აქვს, რა თქმა უნდა. მე ნუ ნელ-ნელა ჯერ ჩვენ პატარები ვყავს და მე უკვე ცოტა შორსო გავიხედოთ და მათი შვილები რო წამოვლენ და საოცარი განცდა. აი რაღაც გონია რომ ეხლა მქონია ხოლმე რა საუბარი, აი ალექსანდრე და ნიკო რო ცოლს რომ მოიყვანენ და აი ცოლს რომ მოიყვანენ და აი როგორ გვეყარება ისინი რა მე იხა იმათ შვილებზე აღარ არის ლაპარაკი საერთოდ იმიტომ რომ მე უფრო ღვინდება და უფრო ტკბილია ფიქრობ რომ და ნუ რა ვიცი ხა მე ნუ ხო ვავსებთ ერთმანეთს მეგობრებით ურთიერთობით სიმღერით ჩვენი პროფესიებით და ხო განსხვავებული პროფესია გვაქვს ხა ჟურნალისტია მე მომღერალი და მაინც ერთმანეთს აი ძალიან ისე უწყობთ ხელს რომ მან თავისი თავი მოძებნოს და ძალიან კარგი მომღერალი არა ხო მაგრამ პროფესია გასაგებია და ნუ ეხა მისი პირველი პროფესია ეს იყო თავი და ძალიან კარგი წამყვანი მინდა თქვა რომ უნდა რომ ამ სფეროში ყოფილიყო და როგორც იქნება ბავშვების გამო და ჩვენი ამ ამბების გამო ვერაფრით ვერ მოიცალა იქ სანამ გაიზარდა ერთი ხანამ მეორე და ეხა უკვე თავის პროფესიაშიც შვენივრად არ და მინდა გითხრათ ნუცა რომ ძალიან ამშვენებთ უღრმესი მადლობა ეთერს ბატონო ნინოს კადრგარეში არა ეს კომპლიმენტი არ არის ეს მართლა ასეა სინამდვილეა და უნდა გითხოთ ხა ვერძია ვერძი მე მეგობარი მყავს და იცნობს ანუ 6 წლიდან ერთად მოვდივართ საკმაოდ რთული ხალხი კი ბატონო ეჭვიანობა არ შემიძლია არ დაგეკ ეჭვიანობა არა ვერძებისთვის ერთად არ არის დამახასიათებელი მაგრამ ეჭვი ძალიან ხშირ შემთხვევაში ანგრევს ოჯახებს მე ძალიან ბევრი ოჯახი ჩვენ შემთხვევაში ამის საბაბი არც მე ვიცი არც ერთი მხარე არასდროს აი ეგეთი ეპიზოდი არ მახსენდება რომ ან მე მქონოდა ეს რაღაც ეჭვიანობის მაგრამ ერთმანეთს არც კი გვიკითხავს ეგეთი რაღაც ეგეთ კითხვას არც მეგობარს მეგობრებთანაც არ მაქვს ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ ვისაც ვეძახი მეგობარს და ჩემს თქვა ძმაკაც რა, ესე ვთქვა. და ბავშვობის მეგობრები, გოგოებიც ხომ ყავს, ეხლა ყველას იცნობს ეს. მათთან მიმართებით ესეა, რომ იმიტომ არც დამიშვია რომელიმეზე ამ ისეთი რომ ჩემთვის მიუღებელი იყოს და ნუ იგივე ხდება პირიქითაც და რაღაცნაირად ეჭვი რომ შეგაქვს ადამიანში. მაშინ უკვე აღარც უნდა იყოს. ძალიან არ მომწონს. არასდროს მინდა რომ ეს განვიცადო აი ეჭვი არც მეგობრის მიმართ. იცი რომ ხშირად რომ უსვამენ ხოლმე წყვილებს აი თავისუფალ დროს რასაკეთებ დარწმუნებული ვარ თქვენი პასუხი უკვე ვიცი თავისუფალ დრო თქვენი ოჯახია და და სანამ ამას გვიპასუხებენ რატომაც ესე მგონია აი ეჭვიანობაზე კითხვა რომ დავსვი ძალიან კარგი პასუხი მივიღეთ თქვენგან და ზოგადად ფსიქოლოგები ამბობენ ამას რომ უფრო ეჭვიანები არიან ის ადამიანები რომლებიც საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებული ხო უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავიდან მოდის ეს კი ბატონო თვითონ რაცაც შენ თავზე წარმოიდგენ სავარაუდოდ იმას ხომერეს ხواسა კი მართალი ხარო და აი ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ წყვილებმა რომ კი ცოტა რთული ამბავია ეხა ეგ იმიტომ რომ არიან ადამიანები სხვადასხვანაირად აზროვნებენ და შეიძლება ფსიქოტიპს გააჩნია კიდე
არა, ადამიანთან ერთად თუ ხარ, უნდა ენდო რა. და თუ ნდობა არ არის, მაშინ რა აზრია? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ნდობის გარეშე არ არსებობს. აი, ცოტა ხნის წინ ჩემ შვილთან მქონდა საუბარი სხვათა შორის უფროსთან, რომ აი ვუხსნიდი რომ რაღაც მეწყინა მაწყენინა რაღაც და ვუხსნიდი რომ მე რაც აი დაბადებიდან ნდობა მაქვს მის მიმართ გამოცხადებული და სულ ანუ ვენდობი არასდროს ზედმეტი კითხვა არ დამისვას არასდროს დავეჭვებულ ვარ რომ რაღაცას ისე ხომ არა და ძალიან მინდა თქო რომ ეს მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს ანუ არ მინდა რომ ნდობა დავკარგო არ ჩვლის მიმართ რა თქმა უნდა აჩიკოს მიმართ არავის მიმართ იმიტომ რომ აქ მე რაღაცა უკვე ფუჭდება რაღაცა ზარიშდება რომელიც შემდეგ ძალიან არასასიამოვნოა ამ შემთხვევაში მშობლები არიან მაგალითი შვილებისთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს როგორი პარალელია ნინო ეცე როდესაც მთაში ადიხარ და ერთ თოკით რო ხარ ერთმანეთში გადა და ერთმანეთს რო ენდობი ანუ შენ რო შენი თითეული ნაბიჯი არის დამოკიდებული მეორე ადამიანის ბედი ძალიან პატივისცემა სიმსახურებს თქვენი ურთიერთობა და თქვენი სიყვარული და მე მიხარია რომ აი ამ რეალობაში არსებობს ასეთი წყილი, ბევრი წყილია და ერთ-ერთი ძალიან ბევრია ნამდვილად და ძალიან დიდი ბედნიერება, როდესაც ხშირად ხომ ესეთი ადამიანები და ესეც კარგი თამაში არ შეიძლება გამორიცხული. ხო, ვერ ითამაშე. მაშინ ძალიან მაგარი მსახიობი უნდა იყო. მაინც სადღაც ნახევარმოყურებელი. იცით რა არის? ამას მიკროფონს ვერ მოვატყუებ, ანუ კამერაში შეიძლება და მიკროფონზე უცებ ჩნდება კამერაც და მიკროფონი სხვა. ნუ ხო დამეთა აუცილებლად ნამდვილად ასეა. ნამდვილად ესეა და მე მგონი არც არის საჭირო ვითამაშო. ვინ უნდა მოატყუო და არ ვიცი ხო რაც უნდა დაგჭირდეს რომ ვიტყუებოდე. პროფესიაშიც ეგრე არის. სიმღერითაც ნუ აი რომ ღერის ადამიანი და მოусმენ სპელობა. ხო ეგრევე იგრძნობა ის ადამიანი გულწრფელად ღერის ამას თუ უბრალოდ დაზეპირებული აქვს რა და ყველაფერში ეგრეა პოეზიაშიც რა ვიცი შეიძლება უბრალოდ ყოველთვის როცა ჩვენს აი ამ სასიყვარულო ამბებზე და წყვილზე საუბრობთ ხოლმე სულ მაქვს რაღაცა მორიდებით საუბრობ ამ ყველაფერზე რადგან აი არ შემიძლია რაღაც აფიშირება ხო აფიშირება აი არ მიყვარს ამაზე ბევრი საუბარი იმიტომ რომ არ ვთვლი რომ მაინც და მაინც ისეთი სამაგალითო ვარ ხა ვიღაცისთვის რომ მაინც ამე ჩემგან და აჩიკოსგან უნდა აიღოს სხვა მაგალითი იმდენად ხო არსებობენ მაგალითად ძალიან ბევრი წყვილებიც რომლებიც წლებია რა ვიცი უკვე თაობებს ზრდიან და ბედნიერად ცხოვრობენ ჩვენთვის ისინი არიან სამაგალითოები ძალიან მეუხერხულება ხოლმე ამაზე იცით რა არ არის უხერხული ანუ ამაზე არ არის აი სამაგალითო და ვინმე მოგბაძოთ არა ხართ არა მიზეზი ხონდა დუეტი ხო აი ანუ ის თქვენი დუეტი ფაქტიურად იყო სახე ყველაფრისა თქვენი ურთიერთობის თქვენი ღევანდელი მდგომარეობის და მართლა სამაგალითოა ვფიქრობ და შემდგარი დუეტია რაც შეეხება დუეტს და პროფესიას ხო ნუ აი როდესაც ერთად მღერით აი ეს მომზადების ეტაპი, ანუ თქვენ სამზარეულოშიც გვაქვს ხა საშუალება იმის რომ ამაზეც ვისაუბრეთ, რომ შემოგვახედოთ. ანუ არის ხოლმე იქ რაღაცა პროფესიული კუთხით კონფლიქტი, ან რაღაც, ნუ კონფლიქტი ხა ესეთ ბრწყალებში კონფლიქტი. არის ხოლმე. ანუ გაწევ გამოწევ არა, ფრანებში არა, როგორ არა. შესადიხავი მე რომ არა, აი რაღაცა ხანდახან ვიცი ხოლმე რაღაც სანამ იტყვი მიმღერეს პროექტი რო იწყებოდა. მოკლედ რაღაც პერიოდი ერთად რომ ღეროდით რაღაც მე ხო გითხარით ბავშვები ამბავი და მოკლედ სიმღერასაც და ამ თავის პროფესიასაც ცოტა ხანი და ნუ სულ ის კონდა რაღაცა და მეთქი რაღაცა პერიოდში აუცილებლად გააკეთებ იმას და კი გააკეთა და მოკლედ მიმღერეს ხემძღვანელობა ვინც იყო დაგვირეკეს რომ უნდა მოხვიდეთ იმღერო და გვინდა რომ ოჯახი და ну კარგით კი ბატონო რაზეა ლაპარაკი მაგრამ ну უნდა დაველაპარაკოთ გდუცას იმიტომ რომ არ მოდიოდა რა რაღაც პერიოდის მერე რომ აი მე მოკლედ ჯერ არ ვარ მზად რაღაცა არა ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ნერვიულობდი წავიყვანე მოკლედ ძალით ну იქ 8 სიმღერა უნდა შეგვესრულებინა და მოკლედ ძლივს დავითახო 3-4 აი სიმღერა ჩემთან ერთად მეთქი რომ დააჩენს მარტო იმღერა ავიყვანე მოკლედ დაემთხვა პანდემია ისა ომი ყველაფერი ერთად იყო იმ პერიოდში და
მოკლედ შევიტყუე როგორც იქნა რა, იქ ამ გადაღებებში ისა და ნუ მე მეორე გადაღებაზე რო წამოვიდა უკვე მოეწონა. მანამდე ხო, ეს პირველი ნაბიჯის გადადგმა იყო რთული თორე გადაცემაში აი ძალიან არა, იმიტომ რომ ნუ ეს მიმღერე კიდე ცალკე ხო და კაი გამოვიდა იყო ჩვენი ცხოვრების ერთი ეტაპი, ერთი ულამაზესი პერიოდი იყო. კი, რა თქმა უნდა, იმედის ტელევიზია ის არაჩვეულებრივი კოლექტივი და ამ პროექტმა ძალიან დიდი რამ გააკეთა. ის საკეის იყო სითბო ყველა სუმეგობრების ყველა შეკრული სიკეთით, სიყვარულით სავსე პროექტი, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარდა, ყველას ერთმანეთის მხარდაჭერის განცდა, აი არაჩვეულებრივი პერიოდი გამოდის. არც მოიაზრებდა თვითონ პროექტიც ამ ყველაფერს შეჯიბრს, მაგრამ ხო და ისე ხულებს უწერეთ ერთმანეთს და არვინეს ამოვიღოთ ეს ამას მაყურებელი ხედავს და გრძნობს, რომ იქ თქვენ ყველას გაერთიანებდა სიყვარული. ნამდვილად ასე იყო და ამ ყველაფერმა იმოქმედა და ნუ ისეთი ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი რა თქმა უნდა და ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა აჩიკოსთან ერთად. მე ამ პროექტს კიდე რა თქმა უნდა, თუნდაც ის რომ მე დღეს შაბათ-გვირის დიმის წამყვანი ვარ, ძალიან დიდი ფაქტორია მიმღერეს დამსახურება. ისევ მინდა თქვენს ოჯახურ ამბებს დავუბრუნდე. ანუ ნუცა დიასახლის ნუცა სამზარეულოში. ჯერ მაინტერესებს აჩიკოს უყვარს თუ არა გერზები და ალბათ უყვარს, იმიტომ რომ ხა ქართველკაც როგორ ასწრებთ ამ ყველაფერს და რო ამბობენ რომ ისო რა ქვია უკუჭიდან მიდის გზაგულამდე ამაზე თანხმები. მე მაგათ ცუდი მზარეული ვარ, მაგრამ ამას არაფერი არ მოქმედია ჩემს თუმცა ისეთი რითმი მაქვს მე პირადად და ამ რითმში ჩათრეული მყავს თელი ოჯახი, შვილებიც და ნუცაც რომ აი მოკლედ უცებ რომ ავიბარგებით და წავედით ახლა კონცერტზე. მე წავედით იქ წავედით და დავიბარგებით, წავედით და აი მერე ვიგებთ გზაში სადმე. მანდამდე არ ვიცი. ანუ ძალიან ისეთი მართლა ძალიან როგორ თქვა რა, ტემპი მაღალია ჩვენთან და ეს ეხლა რომ სახში დავსდეთ და მოდი ეხლა ეს დრო ფაქტიურად არა. არა, ნუ ხანდახან არის ხოლმე. თვითონ აჩიკო ძალიან გემრიელად ამზადებს სხვათა შორის. რაც აი მარტივი კერძით სულ რომ კვერცხი იყოს შემწორი, ისე გემრიელად შეწავს, რომ აი რაღაც გეგონებათ, რაღაც გემრიელი ადამიანი ყველაფერს გემრიელად აკეთებს და დავამატო. კი, აი მე რო ვთქვი რომ მე ცუდი მზარეული ვარ თქო, ნუ აი ვერ ვასწრებ, ფიზიკურად ვერ ვასწრებ, მზარეულობასაც სჭირდება ძალიან დიდი დრო. ნამდვილად, კარგი მზარეული და ატარებდეს დიდ დროს სამზარეულოში. სამზარეულო რაღაც ინტიმური ისეთი ოთახი, რაღაც ისეთია. ასე მარტივად არ განებევრებული ყავართ მის ბებიას მოკლედ კი, რა თქმა უნდა, ბებია ჩემი არის არაჩვეულებრივი მზარეული და საოცარ საჭმელებს აკეთებს და მთელი ცხოვრება მოკლედ ბებოს საჭმელებით ვარ. და ცოტა დრო დაგვჭა და შვილებზეც, ანუ ბავშვებს კარგად იცით თქვენ ჩვენზე უკეთ არა მარტო გაზდა უნდა ახს დაჭირდება, ხო? აი ამ აღზრდის პროცესში, რა თქმა უნდა, შეიძლება ხდება ხოლმე, რომ აი მამა შენიშვნას აძლევს, დედას არ მოწონს, ან პირიქით, აი როგორ იქცევით, რას აკეთებთ, თუნდაც აი ნუცა დავუშვათ აჩიკომ. ანუ კლანები ახონდა ხო მამის ხვები და დედის ხდება ხო? აი ამ პროცესს როგორ მართავთ? რაც შეეხება ბავშვილების აღზრდას ეს ყოფილა ცხოვრება ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე რთული გამოწვევა ცხოვრებაში, რაც შეიძლება იყოს, არის შვილის გაზრდა. და რაც უფრო დრო გადის და რაც უფრო იზრდებიან ეს ბავშვები, მით უფრო ხვდები, რომ თურმე რამ ხელ, აი თავიდან უფრო ვერ იაზრებ. მე გგონია, რომ აი ახლა ცოტა წამოიზრდება და მე ალბათ უფრო მარტივი იქნება. მე და ამ დროს პირიქით რომ ხდება ყველაფერი ნელ-ნელა უფრო რთულდება, უფრო მეტი გამოწვევა სირთულე. გოგოების გაზდა სხვა რა თქმა უნდა, ძალიან და ბიჭების სხვა და ნუ მაინც თან ახლა ცოტა შეიცვალა პერიოდიც და ცოტათი უფრო როგორ გითხრათ რა რთული გახდა ბიჭებზე ყურადღება, იმიტომ რომ იქ რაღაც ქუჩაში შეიძლება პრობლემა შეიქმნას, იქ რაღაცა მე მგონი მამიწოლი არის მაინც ვერ განასხვავებია. ეხა გათანაბრდა თითქოს, მაგრამ მაინც ბიჭების იქ ჩხუბია ისა რაღაცა ცოტა საშიმარ. ჩემ პერიოდში ბევრად საშიში იყო და სულ დამსდევდნენ ოჯახები, მაგრამ ნუ ისეთი პერიოდი ხო გახსოვთ რა პერიოდი ზუზუნებსა თელ არ გონდა მაგრამ მაშინ ეხლა მაინც
უფრო რა თქმა უნდა ხო სხვა თაობა არის მაგრამ უფრო რთულად იგებენ ვიდრე მაშინ იყო პერიოდი რომ თქვათ ლოგოსთან ერთად იყო დედასთან ერთად იყო ვიღაცა ხმას არ გაგცემდა ის და ეხა ლოგო დედა ის აღარ რაღაც გადაგივლია სხვა მიდგომები აქვს აქ მაგის ბიჭებთან ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ არიან ის ბავშვები კიდევ ოჯახებში აღდილი რომელსაც ეს დაუწერელი კანონები ეგრო არ არსებობდეს დაუბრუნდა ისე სიამოვნებს ხოლმე პატარები რომ ვსდილობიანად ექცევიან თუნდაც ტრანსპორტში თუნდაც ქუჩაში თქვენობით გამარჯვებას ვერ დაასწრებს ხოლმე ზოგიერთს და კი ბევრია ის ოღონდ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ გააქტიურებულები არიან სხვა თქვათ ხალხი და იმის თქმა მინდა რომ ეს ბავშვები არსებობენ და ცხოვრობენ ამ ქალაქში და ქვეყანაში და იმედი ყოველთვის გვაქვს და ის რომ ქალბატონს ადგილი უნდა დაუთმო ეს დაუწერელი განონება არ ჭირდება ახლა განმარტო ეს მაგრამ ალბათ მაინც ჭირდება ოჯახში ყველაფერი უნდა ასწავლო ალბათ არა ჩვენ კი მგონია რომ ესე არ ჭირდება რადგან ისეთ გარემოში გაიზარდეთ ალბათ თქვენი თაობა უყურებენ და მოკლედ შვილები უყურებენ ყველაფერს ხარ შვილები უყურებენ მშობლებს როგორც მშობელი იქცევა ისე იქცევა თვითონაც რაც შეეხება ბიჭებს და გოგოებს თქვენ ბიჭები ყავთ და აჩკოს ვეთანხმები რომ ახლა მე გოგო და ბიჭები გაცილებით მაინც მეტი სიფრთხილე და ბიჭებთან კი რა თქმა უნდა და მამის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს და ამასობაში გვეუბნებიან ნინო ჩვენი დრო გამოიწურა შეიძლება გავიდეთ ძალიან სასიამოვნო ისე გავიდა დრო რომ თქვენი გაშვება და მოდით რადგან ახლა სიყვარულზე ვსაუბრობთ და მართლაც არაჩვეულებრივი წვილი ხართ მოდით აი რაღაც თითო ფრაზა სიყვარულზე არ ვიცი რაღაც ან თქვენი საყვარელი ან წაიმღერეთ ან სიმღერიდან ფრაზა მოდით რა ვქრათ მე მიჩვენია რომ არის სიმღერით ეხა სიმღერით დავასრულებ ხალხს და მიმართავდი ყველას რომ სიყვარული არის ყველაზე მთავარი ამ ცხოვრებაში და მოდით აი ერთმანეთს მხოლოდ და მხოლოდ ამაში შევეჯიბროთ რომ ერთმანეთი როგორ გვიყვარს და როგორ ცეთ პატივს იმიტომ რომ რაღაცა ისე შეიცვალა ყველაფერი რომ თითქოს ეს სიყვარული გაქრა რა ამ ხალხში და ისევ ქართველებთან მით უმეტეს სიყვარულის ხალხი ვარ და ერთმანეთი გვიყვარდეს ერთად ვიყოთ ცოტანი ვართ და დარწმუნებული ვარ სიყვარულით ბევრ რამეს ბევრ გადავარჩენ. ნუ დაველოდებით მაინც და მაინც დღეს ასწავლებს და ვალენტინობას იმისათვის რომ ერთმანეთს უთხრათ მიგვარ მოგატყუოთ ვალენტინობას მე არ აღნიშნავ ხოლმე თუმცა სიყვარულის დღე არის ყოველთვის როდესაც გინდა რომ შენს მეგობარს შენს მეუღლეს შენს შვილს დედას ასე ამონო ის დღე სიყვარულის დღეა და ასე რომ 365 როგორ დავამთავროთ სიყვარულზე სიხარულზე უსიმღეროდ ძალიან დიდი მადლობა და იმეც ვიტყოებ რომ კлау გვეწრავებით დიდი სიამოვნებით მადლობა გვაძლიერებს ყველას ნამდვილად აჩიკო ნიჟარაძე ნუცა ქირია იყვნენ ჩვენთან ზღვა სიყვარულს გისურვებთ ყველას მადლობა მადლობა მოწვევისთვის და გაიხარეთ